თიანეთის რაიონში სტიქიით დაზარალებულებს კომპენსაციის სახით ღვინოს ურიგებენ. ადგილობრივი მოსახლეობა მეცხრეახთან ინტერვიუში ამბობს, რომ წინასაარჩევნო ძღვენი მათ ნაციონალურ მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატების აქტივისტებს მიაქვთ. 20 ლიტრა ღვინო თითო ოჯახში. პარტიებს გადანაწილებულები აქვთ სოფლების, თუმცა ქრისტიან-დემოკრატები ნაციონალებისაგან განსხვავებით ღვინის დარიგების ფაქტს არ უარყოფენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ წუთებში დაბრუნდა თიანეთიდან. თიანეთის სოფელ ტრანში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა 20 ლიტრი ღვინო უკვე მიიღეს. ამას თვითონ ადგილობრივი მცხოვრებლები გვიდასტურებენ. ღვინის დარიგების ფაქტს არ უარყოფენ არც ახალგაზრდა ნაციონალები. მამაჩემს დაურეკეს, ღვინოები არის, აქ ჩამოვიდა ამ სოფელში და წამოიღეს. მეტი არაფერი არ ვიცი. რომელი პარტია არიგებს, ანუ ვინ არიგებს? ნაციონალები. ეგეც რო ინფორმაცია ყველასთვის რიგდება აუცილებლად. დაწყებულია. და აუცილებლად არიგდება. ანუ ნამდვილად არიგებულია ყველას. კი და უკმაყოფილო მე მგონი არავინ არ არის. ადგილობრივების თქმით, სოფელში ღვინოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი მამუკა არაბულიც ანაწილებს. არაბულთან სახლში მისულებს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ღვინო ეზოში დაგხვდა. მოგვიანებით მამუკა არაბული სოფლის საკრებულოში ვნახეთ. მას არ განუმარტავს ვისგან არის აჩუქარი, იცებს რომ უსაჩუქროდ სოფელში არავინ დარჩენება. აღარ იყო ადგილი რომ დაგველაგებინა. ყველა ოთახი არ იკეტება და ყველა ოთახი არ არის ისე დაცული რომ ხალხს წავიდა გავიდა სოფლებში ეს. ყველას დაურიგდება, მაგრამ იქნება ყველაზე თუ არის მოსული, ყველას დაურიგდება. სტიქიით დაზარალებულებისთვის ღვინო თიანეთის სოფელ მაგრანეთშიც დარიგდა. ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ინტერვიუ Info9-ს მისცა, ამბობს, რომ მის ძმას ამის შემდეგ პრობლემები შეექმნა და ახლა ჟურნალისტებს ამიტომ ერიდება. თუმცა სოფელ მაგრანეთის სხვა მცხოვრებლები ამბობენ, რომ საჩუქარი ნაციონალებისგან არის და ღვინოს მათ ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერი ზვიად როკაშვილი ურიგებს, რომელსაც საკუთარი საწარმო აქვს. 20 ლიტრა მოგცეს, ვითხრეს რომ ნაციონალიტების მხრიდან არისო. ხო და მაგას უნდა დაარიგონ, 20 დავარიგებო. საწარმო, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, მეცხრეარს დაკეტილი დახვდა. ღვინის დარიგების ფაქტი უარყო თავად ზვიად როკაშვილმაც. როცა დარიგდება და თუ დარიგდება, მე თვითონ დაგირეკა. არ ეგარ ტყუილი, ეგარ ზღაპარი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ატროშვილი განმარტავს, რომ პარტიული საჩუქარი კანონდარღვევაა და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. თუ მართლა ეს დადასტურდა, რომ იქნება ვინმე ნაციონალური მოძრაობის სახელით არიგებს ღვინოს, რომელიც განკუთვნილია სტიქიით დაზარალებულებისთვის არის სახელმწიფოს დახმარება, ასევე თუ დადასტურდა ის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ევალებათ უშუალოდ ეს დარიგების პროცესი, მაგრამ არიან თქვა ჩაცმულები პარტიულ მაისურში ან რაღაც სიმბოლიკას ატარებენ, ან უბრალოდ ამბობენ, რომ ეს არის პარტიის საჩუქარი, ამ შემთხვევაში იქნება დარღვევა. ვითარებაში გარკვევა ჩვენ დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტში ვცადეთ, თუმცა ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დაგხვდა.